მამუკა მაჩიტიძე დამთავრებული აქვს ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი მე ამ გინეკოლოგიის სპეციალობით. პირველი პროფესიული გამოცდილება საბჭოთა კავშირის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში მიიღო მეცნიერ თანამშრომლის სტატუსი. ამჟამად მისი სამუშაო კაბინეტი მისივე საოცრად თბილ და მყუდრო გარემოში საკუთარ სახლში არსებობს. მამუკა მაჩიტიძე მე ამ გინეკოლოგთა და რეპროდუქტორთა ევროპისა და მსოფლიო ასოციაციის წევრი, 2001-2002 წლების მსოფლიო კონგრესის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 57 სამეცნიერო შრომა. მამუკა მაჩიტიძე ინტელექტუალური საინტერესო პიროვნება, ხელოვანი. პიროვნების სიღრმეში შესაძლოა სხვა ისევ მისივე აზრებით. ჩემ შემთხვევაში მუსიკა ეს დიაგნოზია, არ ავადმყოფობის, არამედ სულიერი მდგომარეობის. ჩემი ღმერთი სიყვარულია. სიყვარული არ ნიშნავს თავზე ხელის გადახდას. სიყვარული უმეტეს შემთხვევაში ძლიერი ტკივილია და თავგანწირვა. ადამიანის შექება თუ ის დამსახურებელია დაცინვა და უფრო მეტიც შეურაცხყოფა. ამასთანავე მიუთითებს ნარკოზე და უგუნურებაზე. მიყვარს ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ბავშვურად გაუწდეს შენში მოძებნილი სიკეთით. ისტორია ეს იმ ადამიანთა სახელის უკდავყოფა, ვინცაც დაიმსახურა ელის წინაშე. ზოგჯერ განმარტოება მეტია ვიდრე ხმალამოღებული ბრძოლა. ყურიოსმა უარი განაცხადა ფულზე, რომელსაც მას ჩუგნიდნენ, თუმცა ძალზე უჭირდა და თქვა, რომ ხელისუფლება იმაში კი არ არის, რომ ფლობდე ფულს, არამედ რომ ფლობდე მას, ვისაც ფული აქვს. აქვს თუ არა მამუკა მაჩიტიძეს უფლება რაიმე ასწავლოს სხვას. ესე იგი იყო შემოქმედი. რამდენად საინტერესოა დღევანდელი საუბარი ქუთაისისათვის. რაც აძლევს იგი ქალაქს. ეს ხომ არ არის პური და არ არის სანახაობა. ამ კითხვას უსვამს საკუთარ თავს მამუკა მაჩიტიძე. ამ კითხვით მომართა მეც. თუმცა ჩემი აზრით, მამუკა მაჩიტიძის მთელი ცხოვრება სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა. და მაინც დღეს პროგრამის პირდაპირ ეთერის სტუმარია არაორდინალური პიროვნება, ექიმი და ხელოვანი მამუკა მაჩიტიძე. როგორ ფიქრობს მამუკა მაჩიტიძე, სად იწყება ხელოვნება მის სულში და სად მთავრდება, ანუ სად გადაკვეთავს იგი სამედიცინო მეცნიერებას? ჩემ შემთხვევაში ხელოვნება დიაგნოზია თავისებურად. ეს ფრაზა მე უკვე გამოვიყენე, რადგან თქვენი ფაბულა ძალიან მომეწონა. ეს მართლაც ასე, ახლა მე ვიდე კიდევ ვფიქრობდი ამ ფაბულაზე და დიაგნოზი იმ თვალსაზრისით, რომ დიაგნოზის დასმა ხელოვნებაა, ადამიანთან ურთიერთობა ხელოვნებაა. და ამის გარდა ის თვითონ დიაგნოზიც ხელოვნებაა. ყველაზე დიდი ცხოვრებაში, რასაც ადამიანი აკეთებს, ალბათ ეს ურთიერთობა ადამიანთან და აი ამ ურთიერთობაში შენი სულის დატოვებას აკეთებ ადამიანს. და თუ შენ ამას მიაღწია ურთიერთობაში, ალბათ მაშინ ხელოვანი ხარ. როდესაც ნანოფრომ, როდესაც სულს ტოვებს ვიღაცაში, ან სადღაც. აი შეიძლება ესე უფრო დავაკონკრეტოთ და დავშალო ეს თქვენი თქმები. ახლა რა შეიძლება ადამიანი თავისი ბუნებით, ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანი მოდის თავის უსასრულობის დასამტკიცებლად. რომ ის არის უკვდავ. თუმცა ის მომაკვდავია, მაგრამ მას მაინც სურს, რომ ის იყოს უკვდავ. და ამას აკეთებს სხვადასხვანაირად. პირველია მოდის და მარტივად აჩენს შვილს და შვილში უნდა რომ ის იყოს თვითონ გადავდეს მისი გენოფონდი. მაგრამ დრო გადის და ის ხვდება რომ ის შვილი ის არის თვითონ ის სხვა, თუმცა მასში მისი გენი არის. მეორე ადამიანი გამოდის საზოგადოებაში, მეგობარს იჩენს, სიყვარულს ნერგავს თავის უდიდეს უსაზღვროს, მაგრამ ის ხალხი სხვაა და ეს თვითონ კიდევ სულ სხვა ვინმე არის. ადამიანი აშენებს ბაღს და აი ამ ბაღის აშენებით ის უკვდავია, იმიტომ რომ მასში გადაიტანა თავისი სიყვარული, მაგრამ ბაღია, ადამიანი. ხოლო როდესაც ის შეეხება ხელოვნებას, მაშინ რჩება ის აბსოლუტურად თვითონ. ყველა წინა შემთხვევაში რჩებოდა სხვა, ხოლო ხელოვნებაში ჩანს ის პიროვნება, ვინც ამას ქმნის. მაინტერესებს, რამდენად არის თქვენთვის ხელოვნება შემოქმედება ყოველდღიური ყოფიდან, პროზაული ცხოვრებიდან გაქცევის ერთგვარი საშუალება? ცხოვრებას ვერ გაექცევი ადამიანი. ვერცერთ შემთხვევაში. ეს ამ ხელოვნებით უნდა იცხოვრო ადამიანი. გაქცევას როდესაც შეეცდები, ყალბი იქნება ის შემოქმედება და ყალბი იქნება ცხოვრება. როგორაც
ცხოვრობ ისე უნდა იყოს შემოქმედი და როგორაც მოგვაწევ ისეთი უნდა იყოს ცხოვრება. ქალბატონი ქეთინო ბუაზე კიდევ ერთი მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ძირძველი ქუთაისელი. მე ვიოლინე. წლების წინ მუშაობდა ნომერ 1 მუსიკალურ სკოლაში. პარალელურად მერდომ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ქალბატონი ქეთინოს გუძრფელი ფრაზა, თვლი რომ ჩემი ყველაზე საუკეთესო პროფესია არის დედობა. ირაკლი მაჩიტიძე. დაამთავრა წმინდა ნინოს სახელობის კლასიკური გიმნაზია. შემდეგ ჰავაის ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი. სპეციალობით დიპლომატია და სამართალი. გაიარა ჯიპას მაგისტრატურა, მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მიღებული აქვს მუსიკალური განათლება ერა კალანდაძის კლასი. მარიკა მაჩიტიძე. დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, არის ქუთაისის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი. ასე მცირე ფორმით და მცირე ინფორმაციით ალბათ მართლა ძნელია წარმოვადგინო ეს ლამაზი ქუთაისური ოჯახი. მე ვფიქრობ, რომ მამუკა მაჩიტიძეს მართლაც რომ აქვს იღვალი, იღბლიანი კაცი ბრძანდება. თავად როგორ ფიქრობს ბატონო მამუკა, თქვენ რას ფიქრობთ? ეხლა ამ წუთში ზუსტად ვფიქრობდი გამახსენდა ტოლსტოი. ტოლსტოის კითხენ ასეთი ფრაზა რო იყო ასეთი თქვენო აი გრაფ გაქვთ უზარმაზარი მამულები, გაქვთ ბევრი ყმა, თქვენი ეშინია მეფესაც. ნუ თუ თქვენ რაიმე გაკლიათ თალსტოიმ უბრალოდ რომ თქვენ თუ გონიათ რომ მე მაგ ყველაფერი რაც მე მინდა ძალიან ცდებით. რას ისე ყველაფერი? მეცინდა და ამ შემდეგ უკეთესი დამთავრება აქვს ფრაზას. მე არა მაქვს ის ყველაფერი რაც მე მინდა, მაგრამ რაც მე მაქვს ყველაფერი მიყვარს. იცით აი ჩვენ აი მეორე ნაწილი იყო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. ის კი არა რომ დავუშვათ მე არა მაქვს ის რაც მე მინდა. ასე ეს ყველა ადამიანი აბსოლუტურად ასეა. აბსოლუტურად უმრავლესობა ადამიანს თუ სურვილი არ აქვს რაიმესი ამ ქვეყანაზე, ის სურვილი არ აქვს მარადიულ ხსოვნაში გამოცხადებულ ხალხს. იქ არაფერი სურვილი აღარ არსებობს. ის დამთავრდა სურვილი. სურვილი ცოცხალ ადამიანს ყველას უნდა ქონდეს. და ესე იგი ის დაუკმაყოფილებელი უნდა იყოს ყველნაირად, მაგრამ მეორე ფრაზა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, იმის რაც ჩვენ გვაქვს, იმის სიყვარული, აი ეს ძალიან აკლია ბევრ შემთხვევაში ჩვენ ქართველ კაცს. და ეს გამახსენდა ამ შემთხვევაში. ამიტომ მოდით რა ისე აი მეორე იმ ფრაზის მეორე ნაწილით ვიყოთ. ის რაც ჩვენ გვაქვს, ის ძალიან აგვიყვარს. ბატონო მამუკა, თქვენ ხატავთ, ესეც ვიცი, თქვენ მუსიკას წერთ და უამრავ რაიმეს აკეთებთ რა, როგორც ხელოვანი. ასევე ისიც ვიცი, რომ წერთ ლექსებს. მე ვიცი, რომ კარგი ლექსები გაქვთ. მე მომწონს. არა, იცნობ მათი მხრიდან მიღებული ინფორმაციით შემიძლია დავამატო, რომ მათაც მოწონთ. რაზე ვფიქრობდი? გასაკვირველზე ჩემშია ყველა წარსულთა სული. მე როგორც კანტის ზეცას უყურებდა სიდიადეს გვცნობ თელსისრობით. თანამოაზრეთ თვლინე ტაციტუს ჟამთა წიაღში სულს რომ აკებდა მიქელანჯელოს ნიჭი მაქვს გენი ქვაში დავიც რომ აკანდაკე. მე დანტესთან მის სამოთხეში და ჯოჯოხეთში წავყევი დანტეს ერთად ვიწოდით მე და ჯორდანო ჩვენთვის კოცონი ბრმებმა დაანთეს შენ ჩემ სულში რუსთველო შოთა მართლაც ერთია ძვარს თუ ხვადი და სიყვარულისთვის არის მიჯნურთა გადასახადი. მე სიკეთე ვარ ბოროც რომ ძლია ჭეშმარიტების გზები გამართლდა მე სიმართლე ვარ ეკლის გვირგვინით კაცთა ცოდვისთვის ჯვართ რომ ამაყდა.
რა არის მამკამათისისათვის რწმენა და რა არის ქუთაისი? მოდით ერთ ლექსს ვიტყვი. კარგი. ინტელექტი ნიჭის ძალა დაიმალა. სულ გამზღარი მომხვეჭელი გზებინელი არის მთქმელი პოლიტიკა უზნეობის აღზევება. ვნება, დიდი ვნება დღევანდელობა. დღევანდელი ზნეობა, არა უზნეობა. გაგრა სოხომი ხომორა სოდომი დაინგრა, გაცამტვერ და დარჩა უნამუსოდ ამის მნახველი ბრბოს დიქტატორი. ხალხს პრეზიდენტი ერსკი სამეფო. უფალოღმერთო შენ ვის? ამას ტერორისტებს თავს ვერ მოვიკლავს სიცხვილია ვინ გაიგოს რომ ამაოება. ჟანგმარკინა, ჟანგიმიწა, მიწაზვლები ჩვენ წარსულთა მიწა წმინდა მოციქულთა ეს მიწავის ნუ მეცილებით, გამეცილეთ მას უნდა ვეფერო, ჰეი ბებერო, შენ ზვლებს შეინახავს, ვის უნდა მიაბარო უკეთეს, შენი უსულო სხეული. ისევ ამოვაჯა ჯილი, ურად იქცევა ყანაო, მიწა საზრდოა ყოველი. აკვანი დელის ნანა ჩემი ქუთაისი ჩემი აკვანია ხალხ. როგორ შეიძლება სხვა რაღაცა თქვა მე ქუთაისელმა მამუკამ აჩვენეთ.